მასთან დაკავშირებულ პარტიებზე ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ უწოდებდა რეზიდენტს, უწოდებდა რუსეთის აგენტს, უწოდებდა მოღალატეს, არ ვიცით, ყველაზე საშინელი შეფასებები რაც შეიძლება თავში მოგვდიოდეს, ანუ ყველაფერი იყო მიმართული სალომე ზურაბიშვილის როგორც კანდიდატის და შემდგომ როგორც პრეზიდენტის მიმართ. რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ გამოეყენებინა ეს შანსი და არ გამოიყენოს შანსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით და პირიქით გადავიდეს პრეზიდენტის მხარეს. ალბათ ჩვენი მსმენელისთვის მინდია ამ დასკვნების გამოტანა, მაგრამ ალბათ არაფერი კარგი არ მოგვაფიქრდება, რას შეეძლო ეს ყველაფერი გამოეწვია. ან თქვენს იმ ვერსიისკენ იხრებით, რომ მათ შორის შეთქმულებაა, უკვე გაფორმებულია. ფაქტიურად მათ შეთქმულებაც და კონკრეტული მოლაპარაკებაც რომ არ კონდეს, მათ უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთის და ერთ პლატფორმაზე ზიან. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და არასდროს არ მსიამოვნებს პრეზიდენტთან დაკავშირებული ამ შეფასების გაკეთება, თუმცა წარმოუდგენელია რომ ჩვენი ამ მომრჩევლისთვის კონკრეტული შეფასებებიც არ გავაკეთოთ და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომლისთვის ხმის მისაცემად ჩვენ სათითაოდ ყველა ქართული ოცნების წარმომადგენლები დავდიოდით ჩვენ საკუთარ ამომრჩეველთან და ვარწმუნებდით მათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დღესაც მჯერა, რომ გრიგოლ ვაშაძის არჩევა ნამდვილად უარესი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა მე ბოდიშს ვხვდით თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ამ ყველაფერში ვარწმუნებდი, რომ სამწუხაროდ ჩვენმა არჩევანმა არ გაამართლა და ის რომ ჩვენც აი მუდმივად ამ ასე ვთქვათ ბრძოლის ველზე ვართ და თავს ვიზღვევთ ყველაზე ცუდი შედეგებისგან და ამ სიტუაციას რაღაცა ფორმით ვაკონტროლებთ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ანუ ჩვენი ცოდვების ზღვევაც არის. გამოსყიდვაც არის. ხო, ეს ბოდიშის მოხდათ საინტერესო მომენტია. გვახსოვს რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა. ხო, აი